ედუარდ შევარდნაძემ ერთნაირად იცოდა სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, კულტურა, ყველაფერი ერთნაირად ესმოდა მაგრა სხვათა შორის. ვემდური მე ედუარდს, იმიტომ რომ ჩაის კულტურა მოსპო. ჩაი. რა შეცვალა შევარდნაძის მოსვლამ? ამ ჟავანაძე წავიდა, მოვიდა შევარდნაძე, ზუგდიდში რა შეიცვალა? არაფერი. ჟავანაძე იყო მართლა დიდებული პიროვნება. მე რომ მამტკიცებდი. აი შევარდნაძემ რო დაიწყო იქ კორუფციასთან ბრძოლა და ხალხი რო დაიჭირა თავის დროს, ეგ ზუგდიდს არ შეხედია, ზუგდიდში არავინ არ დაუჭერიათ მაშინ. დაუჭერიათ, იმიტომ რომ ზუგდიდი პატიოსანი ხალხით იყო, სავსე და ახლაც ისე. ამ ფულს როგორ შეულოდრე? ზუგდიდში დიდი სახლები დგას, ანუ ხალხს არ უჭირდა ახლა ზუგდიდში გასაგები იყო. ზუგდიდში და საერთოდ საქართველოში მაშინ ღარიბი კაცი უნდა გეძებნა, გესმის? ღარიბი კაცს ვერ ნახავდი, ყველა მუშაობდა სოფელში, მაგალითად ქალი საღამოც გავიდოდა 10 კილო იმას მოკრებდა, უკვე ფული ჰქონდა სახლში. თელ საბჭოთა კავშირში იყო რაღაც, ხო იცი როგორ იყო ეს აწყობილი. ენგურგეს რაში გაუმართლა. რუსებს რო ჩაუტანდნენ ერთ ბოთლ კონიაკს, ის გაძლევდა 100 ტონა იმას, რა ქვია, ზედმეტს 100 ტონა ცემენტს, გესმის? რუსები, აბა ცემენტი კინა გინდა ერთ ეს ენგურგესის სამშენებლო ცემენტს თუ სხვა? კი არა, საერთოდ ზუგდიდი ინდუსტრიული ქალაქი იყო. ზუგდიდისთანა ქალაქი არ იყო. ხოლმე კონიაკიც არის წარმოებოდა ზუგდიდში. კონიაკიდან იწყებოდა ისა, რა ქვია, მერე იყო მეგობრობა, ძმაკაცობა, ზუგდიდში ჩამოდიოდა დიდი ხალხი, მაგალითად კვების მრეწველობის მინისტრი ლეინი, მშენებლობის მინისტრი ოთარ ფაცაციას მეგობრობდა, იმიტომ რომ იქ ბევრი სამშენებლო იმას აკეთებდნენ. დიდი მეგობრობა ჰქონდათ, ყველაფერი კონიაკით კი არ იყო, რუსების კაი სამეგობრო ხალხია, ნამდვილად.